გიგი, რახან დღეს ჩვენ მამარდაშვილზე და მის ფილოსოფიაზე ვსაუბრობთ, მოდი დავიწყოთ შენი გამოცდილებით მის ლექციებზე, იმიტომ რომ ვიცი რომ შენ მის ლექციებს ესწრებოდი. კი, ესწრებოდი. როგორი იყო შთაბეჭდილებები? ძალიან საინტერესო იყო. დავიწყე სიარული, როცა გავიგე რომ ეს ჩამოვიდა მოსკოვიდან ფილოსოფოსი, რომელიც კითხულობს ლექციებს. კითხულობდა, ჯერ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მე მეორე კორპუსში, სარდაფში, ეს ალბათ დამოკიდებული იყო რაღაც იმაზე. საბჭოთა ხელისუფლების ლოიალობაზე, მე ცოტა როცა უკვე გააქტიურდა საპროტესტო მოძრაობა, მე ჩაუშვეს მეორე კორპუსის სარდაფში და მეორე კორპუსის სარდაფში მიდიოდა ლექციები. იყო ძალიან საინტერესო, ესწრებოდა ძალიან ბევრი ხალხი და მე ვფიქრობ ის ამითი თავის კი არ ყვებოდა, ის ყვებოდა ფილოსოფიაზე, მაგრამ ახორციელებდა საკუთარ ფილოსოფიას ამოყოლით. ანუ როცა ხშირად ამბობ რომ მამარდაშვილი ეს იყო ქართველი სოკრატე. რას ფიქრობ? სოკრატე, ალბათ ეს არის სწორი ნათქვამი, ოღონდ არა სიმისი არა სახელმწიფოების აზრით, არამედ უფრო კირკეგორის აზრით. ამ თუ გახსოვთ რა შეაქვს კირკეგორის განსხვავება ტრადიციულ ინტერპრეტაციებს, სოკრატეს ტრადიციულ ინტერპრეტაციებს შორის, კირკეგორი ამბობდა, რომ ყველაზე სწორი ინტერპრეტაცია სოკრატესი აქვს არისტოფანეს და არა პლატონს. რომ პლატონს არ ესმოდა სოკრატე, მან ზედმეტად სერიოზულად მოყვა სოკრატეს შესახებ და სიმბლეში სოკრატე არის ის, რაც არისტოფანემ მოყვა. ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც ირონიზირებს ყველაფერზე და ირონიით, როგორც კირკეგორი ამბობდა, ეს არის აბსოლუტური უარყოფა, ანუ ირონიით უყურებს ყველაფერს. ამ აზრით იყო, მაგრამ მე არ მგონია, რომ ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ მამარდაშვილზე ის იყო ქართული სოკრატე, ისინი არისტოფანე კირკეგორის მნიშვნელობით ამბობენ ამას. არა, ნამდვილად არა. და პროს ამას კიდე ალბათ უფრო ამბობენ პლატონი, ქსენოფანტე და მერე შემდეგ აი ესეთი ტრადიციული ისტორიის, ფილოსოფიის ისტორიის შინაარს, ფილოსოფიის ისტორია რაც დებს სოკრატესში შინაარს, ანუ ფილოსოფიის დამწყები, სერიოზული მოაზროვნე და შემდეგ. და ერთი ძალიან მარტივი განსხვავება არის, იმიტომ რომ სოკრატე თუ პრინციპულად არაფერს წერდა, მამარდაშვილი წერდა. იწერდა. იწერდა, ხო, მაგიტაფონზე იწერდა საკუთარ. არა, მაგრამ მას აქვს ტექსტები. არა, გათამაშება გავაკეთე რა. არა, თვითონაც არ წერდა, იწერდა, სოკრატე არ წერდა. მართალია. ისე რა არის, მე ესეთი შთაბეჭდილება მოხდა, საქართველოში მამარდაშვილი არის სულ ორი კლიშე. ერთი კლიშე არის მასებისთვის, რომელიც ამბობს, რომ ჭეშმარიტება არის უფრო მაღლა დგას ვიდრე სამშობლო და მეორე კლიშე არის ინტელექტუალებისთვის. და ეს კლიშე ამბობს, რომ შენ აღმოაჩენ, რომ შენს მაგრივად სხვა ცხოვრობდა, სხვა აზროვნებდა, სხვა გზნობდა. ამის მეტი ჩვენ მამარდაშვილისგან სამწუხაროდ არაფერი არ დაგვრჩა. არა და როგორც არ უნდა უყურებთ ამ ადამიანს, გენა პოზიტიურად, გენა ნეგატიურად, ეს ალგე საკითხია. ის ნამდვილად უფრო მეტია ვიდრე ეს ორი კლიშე. ალბათ დამეთახმები მაგაში. ხო, ის ნამდვილად უფრო მეტია, იმიტომ რომ ეს ორი კლიშე ძალიან პრიმიტიულია. ერთ შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში, ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც შენ როგორც მითხარი ამას წინათ, ერთ შემთხვევაში, როცა ის იმეორებს ჩაადაევს და მეორე შემთხვევაში, როდესაც ის ამბობს კი გასაგებია საბჭოთა სივრცეში კონოტაცია სხვა იყო, მაგრამ მაინც ესე იგი ძალიან ცნობილი და გასვეთილი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსები დამახასიათებელ ფრაზას, ამაში არაფერი მნიშვნელოვანი არ არის რა. ერთ შემთხვევაში ეს არის გამეორება, მეორე შემთხვევაში ეს არის გამეორება, უბრალოდ მცირე ესეთია. მცირე სხვა კონოტაცია აქვს საბჭოთა სინამდვილეში. მართალი ხარ ეს მარტო ეს რომ იყოს მამარდაშვილი მაშინ არაფერი არ იქნებოდა. და მაშინ ხო დაგვეწყო და გვეთქვა, ანუ დაგვეწყო ლაპარაკი იმაზე, აი ჩვენ მამარდაშვილზე. ანუ მაგალითად შენ, როცა უსმენდი მას, როცა კითხულობდი, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი, ან შეიძლება პოზიტიურად თუ ნეგატიურად, მაგრამ რა არის შენთვის მნიშვნელოვანი? მოთ ერთ ისტორიას მოგიყვებით ახლა, ძალიან რთულად და გაუგებრად შემიძლია ვილაპარაკო და ბოლოს რაღაცა ისევ გამოგვივა რა, რომ შენ ცხოვრობდი სხვა ცხოვრობდა შემაგებრად და ან და რაღაცა ჭეშმარიტება უფრო მეტი ვიდრე სამშობლო. ეს ისტორია მოყვა კი არ მახსოვს ეს კონფერენცია რისად მიიღო მიძღვნილი, მაგრამ ნამდვილად გუდაურში იმართებოდა, ნამდვილად იყო ჩამოსული
სენაკოსოვი, რომელიც არის მამარდაშვილის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი, მოწაფე, გაუმცემელი და შემდეგ მოკლედ ესეთი ბევრია ესეთი ადამიანი, მე მგონი რუსეთში უფრო მეტია ვიდრე საქართველოს, მაგრამ ესეთები არიან. ხო, აი წარმოდგენა მამარდაშვილზე მე მგონი შენ რას თქვი, ეს არის არა მარტო საქართველოს ამბავი, არამედ რუსეთის წარმოდგენაც და ასევე საზღვარგარეთის წარმოდგენაც და საზღვარგარეთში პრინციპში ეს საზღვარგარეთ ეს იყო უფრო ახმული აი ადამიანის საბჭოთა კავშირიდან. დაახლოებით ესეთი წარმოდგენა ჰქონდათ, ანუ აი მოვიდა ადამიანი, რომელიც ჩვენ გველაპარაკება ჩვენს ენაზე. ეს იყო მათთვის უცნაური, იმიტომ რომ ძალიან ცოტა იყო საბჭოთა კავშირის ადამიანი, ის ლაპარაკობდა იმ ენაზე, რომელიც ესმოდა და ადეკვატური იყო იმ დროინდელი ევროპული ინტელექტუალების. ხო, ჩამოვიდა სენაკოსოვი და სენაკოსოვმა მოყვა ესეთი ისტორია. ჩემ ისტორიას მოყვები და მე ესე იგი შევწდები რომ აქედან დავუშვათ ახსნა ჩემ მამარდაშვილი, ანუ მე რას ვთვლი რომ ვინ არის მამარდაშვილი ჩემთვის. სენაკოსოვმა მოყვა ესეთი ისტორია რომ ნუ ბევრი რაღაცა მოყვა მანამდე, ნუ თქვა რომ მაგალითად მამარდაშვილმა თქვა რომ ენა არის ყოფილების სახლი. ხო, ეს გასაგებია ჩვენში ღიმილს იწვევს, ნუ ახლა ვის არ არის აუცილებელი ყველას კონდეს ფილოსოფიის ისტორია კარგად იცოდეს, ეს ჰაიდეგერის ძალიან ცნობილი სიტყვებია, ნუ რა თქმა უნდა ეს მამარდაშვილს არ უთქვამს, მამარდაშვილმა უბრალოდ გაიმეორა. მაგრამ ესეთი რაღაცა ბევრია, ესეთი ძალიან ხშირად კი არა, მამარდაშვილი პრინციპულად არ მიუთითებდა საკუთარი ციტირების წყაროებს. რატო არ მიუთითებდა? მე ვფიქრობ, რომ აი ჩვენი საუბრის ბოლოსთვის იქნება ეს ასე თუ ისე ცხადი. ისტორია ესეთია, რომელიც მოყვა სენაკოსოვმა, რომ ესე იწყება მერაბმა ლექციაზე დააგვიანდა და მერაბი ლექციაზე არ აგვიანებდა არასოდეს. ეს არ არის სწორი, სულ აგვიანებდა. მოთხოვთ მე ესე მახსოვს. მოვიდა და ჩვენ შემოვხვიეთ. ეს არის გადასვლა არისტოფანეს, სოკრატეს და პლატონის სოკრატეს. აგვიანებდა არ აგვიანებდა. ხო, არა ნამდვილად აგვიანებდა. ესა. და ჩვენ მივედით, შემოვხვიეთ და ვკითხეთ, რომ რატომ დააგვიანეთ და მან გვითხრა, რომ იცით მე მეძინა დამესიზდა დეკარტე და რო გავიღვიძე ყელიდან წამსქვა სისხლი. ნუ რა არის ეს ისტორია, რო უყვები ადამიანს, ხო, ნუ ეს არის რაღაცა მისტიკურობაზე მიმანიშნებელი, ის რომ მამარდაშვილს ჰქონდა ესეთი პლატონის ინტერპრეტაციაში რო გადავიყვანთ, მამარდაშვილს ჰქონდა ცდომა, ესე იგი რაღაც სულებზე, მათ შორის დეკარტეს სულზე და შემდეგ მან ამის ფასი გადაიხადა, რა, ეს ძალიან სერიოზული, მძიმე მისტიკური ახსნა. მაგრამ ახლა სეულში რა მოყვა მამარდაშვილმა მოყვა სვედენბურგის სიზმარი, რომელიც იყო მისტიკოსი, მე მგონი მე-18 საუკუნის ბოლოს მე-9 ესე ცხოვრობდა, რომელსაც ბევრს აშაყირებს კანტი თავის ნაწერებში და სვედენბურგი ძალიან ცნობილი მისტიკოსი და ერთ-ერთი მისი სიზმარი არის ეს, უბრალოდ ეს რომ მას ეძინა და ესიზმრა დეკარტე, გამოიღვიძა და ყელიდან წასხდა სისხლი რა. ახლა რა შეიძლება იფიქრო ადამიანზე, რომელიც ესე თავის თაყვანისმცემლებს ამას უყვება, ისე რომ არ ეუბნება რა მოუყვა. ხო, ცოტა არ იყოს ესეთი ქართული ესეთი სლენგი რო ვიხმართ აღადავებს. ხო, აღადავებს უყურებს ირონიით რა. ირონიით უყურებს, თან ეს არ არის დაცინვა, იმიტომ რომ ბუნებრივია ხა მამარდაშვილი არ ელოდა რომ მის ლექციებზე ვინც იყო და მას ვინც გარშემო, იმიტომ ისინი არ იყვნენ პროფესიონალი ფილოსოფიის ისტორიკოსები და არც ფილოსოფოსები, ამიტომ ბუნებრივია ის არ ელოდება რომ ისინი ამ ხუმრობას გაიგებენ, მაგრამ ეს არც არის დაცინვა, იმიტომ რომ ის ამავე დროს არ ელოდება რომ ყველა მიცის სვედენბურგის სიზმრები. ის უბრალოდ ხუმრობს, ის უბრალოდ ირონიით უყურებს საკუთარ თაყვანისმცემლებს რა. და ნუ ეუბნება რომ აი ხო, ნუ ახლა თქვენთვის რაღაცა და რაღაც სვედენბურგი რა, რა მნიშვნელობა აქვს ის ლექციას მოусმენ და ვინ დაიგვიანებს თქვენ თავისთვის იცინის სენაკოსოვს რომ არ მოეყოლა ეს არც არავის არ ეცოდინებოდა, ანუ ეს არ იყო ესეთი საჯარო ირონია, ეს იყო ის იმ კონკრეტულ მომენტში მას უბრალოდ რაღაც ეთყობა მოუნდა ირონიზება იმ სამყაროს მიმართ, რომელიც ის ყოფილა და ესეთი პატარა ირონია გააკეთა რა და რომ არა ესე იგი სენაკოსოვის აფრთხილდება ჩვენამდე არ მოვიდოდა ეს მამარდაშვილის ირონიის ეს ფრაგმენტი და მე ვფიქრობ რომ ის თუ რამეს ცდილობდა სადაც ძნელია მამარდაშვილს თქვა რომ რამე ცდილობდა, იმიტომ რომ მას მერე საბჭოთა კავშირში დაბრუნდა უნგრეთიდან, მას მერე პირველი გამოგვდება რაც მიიღო, ანუ იყო ჯერ იმაში, მე მგონი ბუდაპეშტში ცხოვრობდა, ხო? პრაღაში ცხოვრობდა, იყო სოვეტოლოგიური ჟურნალის რედაქტორი, შემდეგ იქ რაღაცა ნუ მოხდა როგორ ქართულად აითალწუნა ხელისუფლებამ და მოსკოვში გამოუშვეს და იყო ვაпросы ფილოსოფიის რედაქტორის მოადგილე და ნუ შემდეგ იმაში ეს პირველი განდევნა მას მე არ მგონი ეს რამეს ცდილობდა, მაგრამ თუ რამეს ცდილობდა, ის ცდილობდა რომ ყოფილიყო ირონიული, ანუ ყოფილიყო სოკრატე კირკეგორის აზრით, ანუ თავისი არსებობით განეხორციელებია ფილოსოფიის მოდელი
რომელსაც კი გრეგორი და ალბათ თვითონ მამარდაშვილი თვლიდა, რომ ეს იყო სწორი. ანუ ეყურებია ირონიით სამყაროსათვის და მაგრამ ამ ირონიით სამყაროს ყურებამ მოიტანა ძალიან ბევრი სერიოზული შედეგი, ხო? მოიტანა პლატონი, ისე დავუშვათ, მოიტანა ქსენოფონტე, მოიტანა არისტოტელე, მოიტანა მთელი ფილოსოფიის განვითარება და ის ალბათ ფიქრობდა, რომ სწორი პოზიცია არის ეს. იყო ირონიული, მაგრამ არ იყო ცინიკური, არ იყო დამცინავი და ეს ირონია, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ყველაფრის ნეგაცია, როგორც გრიგორი ამბობდა, ეს ირონია მაინც იყო პროდუქტიული. თუნდაც იმიტომ, რომ ვიღაცები შენ აგიქონენ სერიოზულად. ეს არის მისი როგორც ფიგურის, ვთქვათ ასე. ხო, მე ვფიქრობ, ეს არის მისი ფილოსოფია რა. მე არ ვფიქრობ, რომ უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ჩაურმოდეთ მის ნაწერებს, მის ჩანაწერებს და ნახავთ ჩემი ცოდნა ფილოსოფიის ისტორიაში არ არის ძალიან ღრმა, მაგრამ მე რაც შემიძლია გავიგო და ასევე რაც შემიძლია ვივარაუდო, ეს არის ძალიან სერიოზული მოყოლა აზროვნების ისტორიის. რასაც იწყება პრუსტის საშუალებით მაგალითად რა. და ეს არის ეს პრინციპში უკვე ირონიულია, იმიტომ რომ ის არ გეუბნება შენ ვისაც ამბობს, მაგრამ ის ამას გაწოდებს როგორც საკუთარს და ამით ცდილობს რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ შენ მას აუქობ როგორც სერიოზულ სოკრატეს, იმ შემთხვევაშიც კი ეს იყო შენი რაღაცნაირი სტიმული. გიგი, თუმცა ის ირონიზირებს. ძალიან საინტერესო ინტერპრეტაციაა, მაგრამ მე ერთი კითხვა მინდა დაგისვა. ეს ნამდვილად ზუსტად ანუ ეს არის ინტერპრეტაცია მისი როგორც ფილოსოფოსის, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით საქართველოში და რომელსაც იცნობდნენ, თქვათ ასე, რომელიც პოპულარული იყო რუსეთში. მაგრამ მოდი ეგეთი კითხვა დავსვათ. რა არის მთავარი პრობლემა, რომელიც გვხვდება მამარდაშვილის ინტერპრეტაციისას? მე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ წმინდა ფილოსოფიაში რო არ ჩავიდეთ, უბრალოდ მარტივი შედარებაც კი გვაჩვენებს, რა იყო სერიოზული განსხვავება მაგალითად მის ლექციებსა და სხვა ცნობილი ფილოსოფოსის ლექციებს შორის. ეს განსხვავება იყო შემდეგი, რომ სხვა ფილოსოფოსები უბრალოდ გულისხმობდნენ გარკვეული ფილოსოფიური კულტურის აუდიტორიას. სადაც ჩვენ სხვაშორის ახსენე, როცა თქვი, რომ მამარდაშვილი ამას ვერ გულისხმობდაო, ხო? მამარდაშვილი ასეთ აუდიტორიას ვერ გულისხმობდა, არც გულისხმობდა და ამიტომაც ცოტათი პარადოქსული რაღაცა გამოდის, მაგალითად, თქვათ, ჰუსერლსაც აქვს კარტეზიანული მედიტაციები ასეთი ნაშრომი, სადაც ძალიან სერიოზული მძიმე, რაღაც რედუქციებზე ლაპარაკი და მამარდაშვილს აქვს კარტეზიანული მედიტაციები, სადაც ის ლაპარაკობს, უცებ როგორი შიშლა ხმალი დეკარტმა და როგორ დააშინა ბანდიტები, რომლებსაც მასე გაქრობა უნდათ. ანუ განსხვავება ის არის, რომ მამარდაშვილი უბრალოდ მამარდაშვილს რაიმე სხვა გზა ჰქონდა საერთოდ საკუთარი მესეჯის მიწოდებისა, თუ არა აი ასეთი საკმაოდ ესეთი მე მგონი არა და ამიტომაც იყო ეს ფორმა არჩეული, იმიტომ რომ მამარდაშვილს რა თქმა უნდა შეიძლება ეტარებია ძალიან აკადემიური ლექციები, მას ძალიან ესეთი დიდი განათლება ჰქონდა, ამისათვის ჩანს მისი ლექციებიდან. უბრალოდ იმ აზრებიდან, რასაც იყვება, ჩანს რომ ძალიან კარგად იცის, რასაც ყვება და ძალიან კარგად იცის ის ფილოსოფიები, რაც შეადგენენ ფილოსოფიის ისტორიის ხერხემალს, საერთოდ ფილოსოფიის ხერხემალს, მაგრამ მას სხვაგზა უბრალოდ არ ქონდა, იმიტომ რომ იმ დროიდან საბჭოთა კავშირში არანაირი საშუალება რომ ყოფილიყო აუდიტორია მეტაკლება დიდი, რომელსაც ექნებოდა ფილოსოფიას თავი დავანებო, თუნდაც ელემენტარული ჰუმანიტარული განათლება, რაც იყო იმ დროინდელი არა საბჭოთა კავშირის, ანუ დასავლეთის სამყაროს ადეკვატური და მე ვფიქრობ, რომ თუ რამეში არის მისი განსაკუთრებულობა, არის ილუზიებისგან თავისუფლებაში და მზადყოფნაში იმისადმი, რომ ის ვერ გაეკოთ, მაგრამ ამისგან მიუხედავად მას მოეხდინა გავლენა. საკმაოდ ამბიციური პროექტია, საინტერესო, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ არაორდინალური ადამიანის მოფიქრებული პროექტია, ძალიან გამბედავი პროექტია რა თქმა. თუმცა ახლა იმასე ისიც შეიძლება ითქვას, რომ ახლა ისინი არ არიან ესე იგი აბსოლუტური თავისუფლებაში არავინ არ არის. და ხშირად ის ამ თავისუფლ მოფიქრებულ სქემაში ვარდებოდა, მაგრამ მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იშვიათად. მაგალითად, როდესაც ელემენტად სერიოზულად ავიქონდა იმას გამთავისუფლებელ ეროვნულ მოძრაობას, ან დაუშვათ გამსახურდეს ამ პირიქით იმ ხალხს, ვინც მას უპირისპირდებოდა. მაგრამ ეს იყო ძალიან არა ძირითადი მის ცხოვრებაში და ვფიქრობ, რომ აი მას რაც უფრო მეტი დრო გავა, ეს მისი სერიოზულობის მომენტები, როცა ის მართლა თავის თავთან სერიოზული იყო, გაქრება და
საერთოდ არავის აღარ ეხსოვება რა. და ბოლოს კითხვა მინდა რომ დაგისვა ესეთია. შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ მამარდაშვილმა გარკვეული აზრი დატოვა საქართველოში ლიბერალიზმისათვის საინტერესო მემკვიდრეობა. იმიტომ რომ ბევრი რაღაც მისი ლექციებიდან, მისი ნაწერებიდან ყოველშემთხვევაში ბოლო წლების აშკარაობს ადამიანს, რომელსაც ძალიან კლასიკური არა ესეთი პოსტმოდერნული ვთქვათ ასე, ლიბერალური პოზიცია აქვს ბევრი საკითხის მიმართ. იქნება საზოგადოებრივი პოლიტიკური პროცესები ასე შემდეგ. თვლი თუ არა რომ აქედან შეიძლება რაღაცა საინტერესო დაიწყოს, ან პრინციპში არა, უბრალოდ ეს ერთი შემთხვევა იყო ძალიან კონკრეტული ისტორიისათვის და ჩვენ ყველაფერი მაინც თავიდან როგორ გამოსაგონებელი. იცი როგორ არის? მე მგონი არა მამარდაშვილი არის მაგალითი. ესეთი პირველი ენაზე რაც მადგება ეს არის რეგიონული სოკრატე. ანუ მამარდაშვილმა ისი მაგალითი დატოვა და ის რომ აქაც კი შესაძლებელი აზროვნება. ყველაფრის მიუხედავად, რომ საზოგადოება განათლებელია, იმის მიუხედავად, რომ სისტემა ტოტალიტარულია, იმის მიუხედავად, რომ არანაირი იმისი შანსიც კი რომ შენ გაგიგონ არ არის. მაგრამ აი ამის და მიუხედავად შესაძლებელი აზროვნება და შესაძლებელი ამ აზროვნებას ჰქონდეს შედეგი. მე ვფიქრობ, რომ დატოვა ამისი პრეცედენტი. და რაც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ეს ლიბერალიზმი, კონსერვატორიზმი ეს ძალიან ესეთი ძალიან არაძირითადია და მე ვფიქრობ, რომ თვითონაც მას მე რაც ამას დაწერდა, თვითონ ამას უკვე უყურებდა ირონიით რა. კაი, მე მგონი მშვენიერი დასასრულია რომ თქვათ მაშინ რომ მამარდაშვილი არის მოწმე იმისა რომ აზროვნება ყველგან შეიძლება. მე ეს დასასრული ძალიან მომწონს. მადლობა. მადლობა.